როდის გაგიჩნდეთ ის ფიქრი, რომ ეს ბაღი გაგეკეთეთ? საერთოდ პირველ რიგში სურვილი გაგიჩნდეს. რამის უნდა იყოს რომის მოყვანილ. და სურვილი გამიჩნდა, მე ადრევე მქონდა, მაგრამ აქ რო დავსახვის 60 წელია მიშინდა. და მაშინე მქონდა ჩაფიქრებული, რომ მე ასე მომეწყოს კარგიდან. დამგვანებოდა ველურ ბუნებას უფრო. აი ხო ხედავთ. თუ შეიძლება რომ თქვენი პატარაობის რაიმე დეტალი მოვგებათ. პატარაობის მე რეპრესირებული ოჯახის შვილი. 1920 წელს მამა დააპატიმრებს და ჩვენ მთელი ოჯახი 8 და-ძმანი ვიყავთ ჩვენ. მრავალშვილიან ოჯახში. და კომუნისტებმა ყველა გამოყარეს გარეთ. მამა დააპატიმრეს და ჩავოკვთოეს და ჩვენ აღმოჩნდით სავალალო მდგომარეობაში. აი მეტად ხალხი. მაგრამ მე ისე ჩვენი ცხოვრება დავასრულე. თბილისში ვცხოვრობ. უნდა რა ქონდა. თბილისში სახლი. მე თბილისში გავიზარდე. სანიმუშო პირველი სკოლა მაქვს იყო მაშინ ინგლისის პირველი სკოლა 1950-ში დავამთავრე. და მე წავედი სამხედრო სამსახურში. ომში რომ ვიყავით რამდენი წლის დახევით? ომში რო გამომიძახეს ვიყავ პირველ გამოძახება 17 წლისა ვიყავ. 1 წელი ვიყავ ევანდელი და 44-ში გამიკვეს უკვე მომქმედ არმიაში. 18 წელისა. რამდენი წელი იმსახურა? 2 წელი იმსახურა და მე გავაგზავნე სწავლა. მოსკოვის ეკონომიკურ ინსტიტუტში მოვეწყე და დაუსწრებელ განყოფილებაში გადავიდა. კარგი. ოდი ჯივდაჟივილოვანი. რამდენი წელია ეს ბაღი ასეთია? უკვე 55 წელია რაც ვაკეთებ ამას. ამას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება, სცენარები გვიანი ზრდება. თუ შეგიძლიათ გითხრათ, სულ რამდენი სცენარე ამოგიყვა? სცენარები მრავალია, დაახლოებით სცენარები უმცირე და 90, მაგრამ აქ არის სახეობა. სახეობა არის დაახლოებით 60-65 ერთწლიანი და მრავალწლიანი სცენარი ხარობს ყოველთვის. და სულ საიდან მოიტანეთ ეს სცენარები არის ჩვენი შეგვებული ჩვენი კონტინენტალური ავის ჩვენ პირობებში და არის დასავლეთი და საქართველოსდან, ყირიმიდან, რუსეთიდან. ეს არის ბევრი დაიღუპა, ვერ შეეგუა. ეხლაც არის 60 მეტი სახეობა. როდის გაგიჩნდეთ იმის იდეა, რომ ყვავილები მოგეყვანეთ? ეს ყველაფერი ბავშვობიდან მქონდა ეს. ჩემი მამა, პაპა მეურვე ხალხი იყო და იმათ ჰქონდათ დიდი მამული და იმ მამულს მართავდნენ. დაულიდნენ და ამრავლებდნენ. როგორც ხილეულს, ისე ბოსტნეულს, ისე მარცვლეულს და ასე შემდეგ. ჩემი წინაპრები შეძლებული ხალხი იყო, დიდი მამული ჰქონდა. და ეს სახლი მან თუ აშენეს თუ ვინმე დაგეხმარეს? დამეხმარა ჩემი დედბაბის შთაგონება და მეუღლე. რა თქმა უნდა, მიახაშენეს ჩემი შრომი და ჩემი და მამა პატარა მქონდა ქონება ნაწილი დაგვჭირდა. რამდენი სახეობის სცენარე გააქვთ?
დაახლოებით ხო გითხარი 60-65 სახეობა არის. რატომ გადაწყვეტეთ ასე მოგეწყოთ თქვენი სახლი ველურ პირობებში? როდის გადავწყვიტე? რატომ გადაწყვეტეთ? იცით რა? ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ. საქართველო არის მიწათმოქმედების ქვეყანა. აგრარული ქვეყანა. ყველა ცივილიზაცია, რა ცივილიზაციებიც არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში, ყველა იწყებოდა მიწათმოქმედებით. ყველა, ყოველთვის. და საქართველო ერთ-ერთი წამყვანი მიწათმოქმედების ქვეყანა იყო და დღესაც რჩება აგრარული ქვეყანა. ბავშვობაშიც გინდათ ესეთი რამ გაგიკეთებინათ? როგორ? ბავშვობაშიც გინდათ ესეთი რამ გაგიკეთებინათ? გუაჭოლად, მე ბავშვობიდან მქონდეს სურვილი. მე უყურებდი შვილო ჩემი პაპებს და ბებიებს როგორ შრომობდნენ და შესანიშნავ იმათი მამული აი იცი რა სწორედ იქიდან ჩამესახა რომ მეც ისევე მომეწყო ჩემი კარმილამო და ჩემი მამული ეს პატარა მაგრამ შინაარჩენ ისინი უაჭოლად ეს ჩემ გენში და ჩემ წინაპრები ასე მართავდნენ